უნდა დავსვათ ესეთი კითხვა. Როგორი ტიპის ლიდერია ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო თუ გნევთ ასე ვიტყვი. არის თუ არა ის დემოკრატი, რასაკვირველია არა, არის თუ არა ის მედასავლეთე, რასაკვირველია არა. პირიქით, მის პერიოდში და ის უკვე რახანია ბელარუსის ლიდერია, ბელარუსმა პრაქტიკულად ყველა ნიშანს სვეტი დამოუკიდებლობისა დაკარგა დემოკრატიული სახელმწიფო ის არც არასოდეს არ ყოფილა მასზე უკეთესი ლიდერიც კი როცა ჰყავდა ამ სახელმწიფოს 90-იანი წლების დასაწყისში. ლუკაშენკო ესეთი ავტორიტარი, დიქტატორი ლიდერია. ადეკვატური ლიდერი არის თუ არა? არა. ამასაც გეტყვით. უმრავლეს შემთხვევაში ის ადეკვატური ლიდერი არ არის. კვლავ ვიმეორებ რუსეთის იღლიის ქვეშ შეტენილს, რომელმაც სრული ინფილტრაცია მოახდინა, ან შეუწყო რუსული სპეცსამსახურების ინფილტრაციას ბელარუსის სტრუქტურებში ყველგან, არა მხოლოდ სახელმწიფო, არამედ აკადემიურ სექტორში, იქაური აკადემიური სექტორის რა მოგახსენოთ მისი ხარისხისა, მაგრამ მაინც იქაც კი რუსები შეუშვა და შეუშვა ადეკვატურიც კი როგორც ასეთი ბელარუსის ლიდერი არ არის, მაგრამ ახლა თქვენის ნებართვით მე უნდა შევაქო ბელარუსის ლიდერი, რომელიც თუ ამ კუთხით შევხედავთ, შეიძლება უკეთეს სიტყვას მოვძებნოთ, მაგრამ ადეკვატურზე უკეთეს სიტყვა მოვძებნოთ, უფრო რელევანტური სიტყვა, მაგრამ მაინც თქვენის ნებართვით აღარ მოვძებნე ამ სიტყვას. ადეკვატური არის ხოლმე ხანდახან. ომის შემთხვევაში ამერიკელებმა უთხრეს, რომ გაანთავისუფლეს შენ 123 თუ 126 პოლიტპატიმარიო და ამ შემთხვევაში სანქციების ნაწილს ხას უსვამ, ბევრი არასწორად ინტერპრეტირებს და ამბობს, რომ ყველა სანქციას არა, სანქციების ნაწილს მაინც მოგიხსნითო და კაცი, რომელსაც რასაკვირველია, რომელიც დაინტერესებული იყო, რომ ეს პოლიტპატიმრები ყოფილიყვნენ ბელარუსის ციხეებში გამოკეტილნი, ვინც ის და სამუდამოდაც კი და ბევრ მათგანს სხვათა შორის 20 წლამდე პატიმრობა ჰქონდა მისჭილი. კაცი უცებ ერთი წამით მოდი ასე ვიტყვი, ამ სანქციების მოხსნის სანაცვლოდ გაადეკვატურდა ამ ნაწილში. და მან ლუკაშენკამ გაანთავისუფლა რამდენიმე მნიშვნელოვანი 126 პირი ჯამში, მაგრამ რამდენიმე მნიშვნელოვანი პირი, მათ შორის პროტესტების 2020 წლის პროტესტების მონაწილე კი არა ლიდერი პრაქტიკულად, მარია კალესნიკოვა, აგრეთვე ნობელის პრემიის ლაურეატი 2022 წელს ალეს ბელიაცკი და პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი ვიქტორ ბაბარიკო, ასევე სხვების და სხვებიც და აქედან გამომდინარე უნდა გითხრათ, რომ პრაქტიკულად ბელარუსში პოლიტპატიმარი აღარ არის დარჩენილი. არდა ჩვენ კატასტროფულ მდგომარეობაში ვართ შესაბამისად. ჩვენთან ერთ სულ მოსახლეზე, ასე 101 სულზე არა თუ გნევათ ესე სხვაგვარად ვიტყვი, 1 მილიონ მოსახლეზე გაცილებით მეტი პოლიტპატიმარია, ვიდრე იმ ქვეყანაში, რომელშიც ყველაზე მეტი პოლიტპატიმარია. ეს არის რუსეთი. ტრამპი ალბათ კი არა ნამდვილად არ გაესაუბრება პრეზიდენტ პუტინს რუსეთში მყოფი პოლიტიკური პატიმრების განთავისუფლების აუცილებლობის თაობაზე რაღაცის სანაცვლოდ, ანუ აქამდე მაღალი ალბათობით არ დავა, თუმცა იყო ამაზე ლაპარაკი, აქვე გეტყვით. მაგრამ რუსეთი პოლიტპატიმრების თვალსაზრისით აშკარად ლიდერი ქვეყანაა ამ პოსტსაბჭოთა სივრცეში. სხვაგან და სხვაგან, მათ შორის ჩინეთშიც უფრო მეტნი არიან, მაგრამ ჩვენ რაოდენობაზე თუ არ ვლაპარაკობთ, არამედ ვლაპარაკობთ 100,000 კაცზე თუ მილიონ კაცზე პოლიტპატიმართა რაოდენობის თვალსაზრისით, ჩვენ გაგიკვირდებათ და რუსეთსაც კი ვუსწრებთ. მაგრამ ის კითხვა, რატომ აკეთებს ბიზინა ივანიშვილი ამას, ის გასაგებია. რატომაც აკეთებს, იმიტომ რომ მას უნდა პროტესტის მონაწილეების ჩახშობა, პოლიტიკოსი პატიმრები სჭირდება, მას არ სჭირდება პოლიტიკოსები გარეთ, რომლებიც მას პრობლემას შეუქმნიან, ყველა პატარა მიზეზ უკაზეც კი დავება ყველას და ყველაფერს უმატებს, ციხეში მყოფებს გარკვეულ რაღაც საპატიმრო ვადას, სხვადასხვა ყურიდან მოთრეული მიზეზებით და ასე შემდეგ. მაგრამ სხვა კუთხით შევხედოთ, რაში სჭირდება ბიზინა ივანიშვილს ეს პრობლემები. იმიტომ რომ ოკეან გაღმიდან და ევროპიდანაც, მაგრამ ევროპა ფეხებზე კიდია, ოკეან გაღმიდან მას არავინ, პრაქტიკულად არავინ ელაპარაკება. საქართველო არ არის გამქრალია რადარებიდან,
ელაპარაკებიან უკრაინას, რასაკვირველი, ელაპარაკებიან მოლდოვას, ელაპარაკებიან სომხეთსა და აზერბაიჯანს, ელაპარაკებიან ცენტრალური აზიის ხუთივე სახელმწიფოს, ელაპარაკებიან რუსეთს, მართლა გავიხსენოთ, რუსეთს ელაპარაკება ტრამპი, ელაპარაკება. ცენტრალური აზიის ხუთი რესპუბლიკის ლიდერი მიიღო ტრამპმა, მიიღო. სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერები მიიღო და როგორც თვითონ ამბობს, შეარიგა სომხეთი და აზერბაიჯანი. კი, სანდუ სთან აქვს თუ არა საკმაოდ მჭიდრო ურთიერთობები შეერთებული შტატების ადმინისტრაციას. აქვს. უკრაინასთან ხომ აქვს და აქვს და რა დარჩა, ვინ დარჩა? მართლა თურმეს გონიათ რომელიმე თქვენგანს რომ ვატიკანში მყოფ ყაველაშვილს ესე დაუქნია ხელი პრეზიდენტმა ტრამპმა ან 7 წამზე მეტით პანელურ ფოტოზე გადაეკვეთა პრეზიდენტად წოდებული ყაველაშვილი პრეზიდენტს 47-ე შეერთებული შტატებისა დონალდ ტრამპს და უთხრა ტრამპმა ყაველაშვილს გადმოგირეკავა აუცილებლადო ვისაც გონიათ დამეტანი გულობრივები ყოფილხართ მეგობრებო. არა. ბიზინა ივანიშვილის მმართველობის ქვეშ არსებული ქვეყანა ამერიკის შეერთებული შტატების ხელმძღვანელ ადმინისტრაციას უბრალოდ არ აინტერესებს და ითქვა ისმის და აინტერესებს თუ არა. ეხლა ბევრი თქვენგანი ელის პასუხს ჩემგან ასეც რომ არ დააინტერესებს არავითარ შემთხვევაში, იმიტომ რომ გაგიკვირდებათ და მე გეტყვით რომ დააინტერესებს გარკვეული პერიოდის შემდეგ. ოღონდ იმ სალაპარაკოთა შორის, რომელიც იქნება შეერთებულ შტატებსა და საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლებას შორის ფორმალისტურ მმართველებსა და აგრეთვე არაფორმალ ბიზინა ივანიშვილს შორის სალაპარაკოთა შორის რასაკვირველია იქნება ის 160 თუ 180 პოლიტიკოსი პატიმრები მათ შორის აღარ ვლაპარაკობ სინდისის პატიმრებზე, რომლებიც ბიზინა ივანიშვილს მძევლებად ყავს საქართველოს საპატიმროებში გამომწყვდეული და რომლებსაც ბიზინა ივანიშვილის ჯიბის სასამართლო ზოგიერთ მათგანს ყოველ შემთხვევაში პატიმრობის ვადას უგრძელებს და მეცაც გეტყვით ბიზინა ივანიშვილის ჯიბის პოლიცია ყოველდღიურად პრაქტიკულად თუ არა კვირაში ერთხელ მაინც ამატებს ახალ უმატებს ამ სიას ახალ პოლიტ თუ სინდისის პატიმრებს. მაგრამ კითხვა ასეთია, ეხლა უცნაურეს რამეს ვიტყვი. როგორ გონიათ იმ შემთხვევაშიც კი თუ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ბიზინა ივანიშვილის დე-ფაქტო ხელისუფლებას მოსთხოვს გაანთავისუფლეთ თქვენი ეს პოლიტიკოსი პატიმრები მიხეილ სააკაშვილიც ან მიხეილ სააკაშვილიდან დაწყებული ნებისმიერი პატიმრით დამთავრებულიო, ესენი ამას იზამენ თუ არა მარტივად რომ ვილაპარაკოთ კობახიძე ეტყვის თუ არა ტრამპს, შეუთვლის თუ არა ტრამპს, რომ ოკეი, ჩვენ მიხეილ სააკაშვილს ვანთავისუფლებთ, ან იტყვის თუ არა, უფრო ზუსტი რომ იყო, იტყვის თუ არა ბიზინა ივანიშვილი ამას. და ლუკაშენკოს მე კი არაადეკვატური უწოდე ერთის მხრივ და მეორეს მხრივ ადეკვატურობის ნიშნების შევნიშნე, როდესაც მან პოლიტიკოსი პატიმრები მისი მოწინააღმდეგეები გაანთავისუფლა საპატიმროდან სწორედ შეერთებული შტატებისაგან მიღებული იმ პირობის თანახმად თუ გამო რომ მოუხსნიან სანქციების ნაწილს, მაგრამ გაგიკვირდებათ და ასეთი მასშტაბის ან ასეთი მიმართების, ასეთი ფორმის ადეკვატურობის ნიშანს სვეტსაც, ნიშანს წყალსაც კი ვერ ვამჩნევ მე გაყოყოჩებულ და გაყეყეჩებულ საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლებას და დე-ფაქტო ხელისუფლების ზურგს უკან დგომ ბიზინა ივანიშვილს, რომ ის აჩრდილის ბევრჯერ მithქვამს და ახლაც გავიმეორებ დააძრწის კაბინეტებში ქართული რუსული ოცნების წარმომადგენლებისა და ტვინებშიც დააძრწის ეს შავბნელი აჩრდილი ბიზინა ივანიშვილისა იმ პირების ტვინებში, რომლებიც ფორმალისტურად მართავენ საქართველოს, არიან რა ძალაუფლებაში და თუნდაც ვიტყვი რომ არიან ხელისუფლებაში, ანუ მინისტრები არიან, დეპუტატები არიან, პრემიერ-მინისტრი ერთი და ერთი პარლამენტის ბანდიტი თავმჯდომარეც რო ყავს, კი იცით თქვენ და სუსის ბანდიტი ხელმძღვანელიც რო ყავს, ყველას ტვინებში ასაკურილია პატარა ბიზუნიკები, ზინუკები დარბიან, დაეხეტებიან და დაიარებიან. გაანთავისუფლებს თუ არა ბიზინა ივანიშვილი მიხეილ სააკაშვილს და მე გეტყვით რომ არ გაანთავისუფლებს, ჩემი წარმოდგენით ასაკურველი. ტრამპმა რომ უთხრას რომ მოდი მოგიხსნით ჩვენ უკვე არსებულ და სამომავლოდ დასაწესებელ სანქციებს 605 მილიონი აქვს გაყინული
იქნება ლონდონის სასამართლომ რომ მოგცათ და ვიღაცა რომ არ გიბრუნებთ ან დაგიბრუნებთ, არ იქნება ახალი სანქციები, იმ ფულზეც გექნება იული წვდომა. ასე შემდეგ, ბიზნე ივანიშვილი არ განთავისუფლებს მიხეილ სააკაშვილს ნამდვილად და და სინდის პატიმრების 80%-ს ასევე მაღალი ალბათობით არ შეუშინდება დონალდ ტრამპს. ეხლა მე გამოვლენ ქსათუნა ხოფერიები და სხვები აი სუვერენი ბიზინა ივანიშვილი და აი მაგარი ირაკლი კობახიძეო აღმოხდება გია უცნობი გაჩეჩილაძეს ესეთი პრემიერი ობიექტურად არავის ყოლიაო და გამправებლების მეტი რა ეყოლებათ, მაგრამ თლად ასე არ არის ერთ-ერთი და უნდა ავხსნათ საბოლოო ჯამში რატომ გაჯიქურდება მაღალი ალბათობით მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ნამდვილად რატომ გაჯიქურდება ბიზინა ივანიშვილი, იმიტომ კი არა რომ ის დამოუკიდებელი საქართველოს დამოუკიდებელი თუნდაც არაფორმალი მმართველია, რომელსაც თვითმყოფადობა უნდა და ვერც ვერავინ ვერ უკარდახებს ვერაფერს. არ გეგონოთ რომ ეს არის мотиваცია. და არც ის გეგონოთ რომ мотиваცია თუ საფუძველი ამ ყველაფრისა არის რამ შიში მიხეილ სააკაშვილისა, გამოვა მიხეილ სააკაშვილი და დაგვამხობს თავზე არავითარ შემთხვევაში. მიხეილ სააკაშვილის განთავისუფლების პირობა აქედან წაყენებული თბილისიდან იქნება მაღალი ალბათობით ამერიკისთვის, იქნება რომ მიხეილ სააკაშვილი გავიდეს ქართული პოლიტიკური სპექტრიდან, ამ შემთხვევაში შეიწყალებს მიხეილ ყაბადაშვილი თუ პრეზიდენტად წოდებული ყაბადაშვილი, ისიც თუ შეიწყალებს და ტრამპისაგან თუ დასავლეთისაგან ამ პირობას მიიღებენ კიდეც არა. რუსეთს და კონკრეტულად რუსეთს არავითარ შემთხვევაში არ უნდა მიხეილ სააკაშვილი თავისუფლებაზე მყოფი. არ უნდა არც უკრაინის კონტექსტში. არ რომელიც და მიხეილ სააკაშვილი მოხსნიდა ყველა რეკორდს. ზელენსკის არ ვაჯიბრებს ხადია, მაგრამ ბევრის რეკორდს ის 24 საათი BBC-ზე თუ CNN-ზე თუ Fox-ზე თუ სხვაგან იქნებოდა 24 საათი ვუტრირებს ხადია, მაგრამ ძალიან ხშირად მისცემდა Axios თუ CNN-ს თუ Financial Times ინტერვიუს და სწორ რაღაცებს ილაპარაკებდა რაც თავარი. და არც საქართველოს კონტექსტში არ უნდა. მიხეილ სააკაშვილი, რომელიც მე არ ვამბობ რომ ხელისუფლებაში დაბრუნდებოდა ორ კვირაში თუ ორ თვეში თუ თუნდაც ორ წელიწადში და დაბრუნდებოდა საერთოდ, მაგრამ რუსეთისთვის პრობლემა რო არის მიხეილ სააკაშვილის ყოფნა საპატიმროში, ეს ფაქტია. მე აქ მიშას დაცვით კი არა ვარ დააკავებული. ბიზინა ივანიშვილის მიშასნაირი ტიპები, ზოგადად ბიზინა ივალიშვილმანი აქვს მიშასნაირი ექსცენტრიული ტიპები პრობლემებს უქმნიან და სხვა ოპოზიცია ფაქტია რომ კი არ ვაკნინებ ფილმეს არავითარ შემთხვევაში რა უფლება მაგრამ სხვა ოპოზიცია ფაქტია რომ ფეხებსაც ვერ სჭამს. მიშას კიდევ აქვს რაღაცეების მაინც და მაინც გაერთიანებას არ გულისხმობ, რაღაც სინერგიის შექმნის უნარი რასაკვირველია და ბიზნეს კი არა რუსეთს ბიზნესთვის პრობლემების შემქმნელი არავინ სჭირდება აქ. ამიტომ იქნება მომავალში თუ შეერთებული შტატები დაელაპარაკება ბიზინა ივანიშვილის გარკვეულ საკითხებზე, ბიზინა ივალიშვილი გაჯიქურებული, გადაფსიხებული კი არა, გაჯიქურებული და არავითარ შემთხვევაში რაზე და მიშაზე გამოდის რომ მარტო მიშაზე ვლაპარაკობს, სხვებზეც არ დაჰყაბულდება ვაშინგტონს ამგვარი კონტაქტის შედგენის შემთხვევაში, მაგრამ არ მის გარდა არის კიდევ სხვა საკითხები, რომლებიც შეერთებულ შტატებს ბუნებრივი აინტერესებს. უბრალოდ ხვდებიან რომ ესენი თავიდან ბოლომდე ჩამობხაუჭებულნი არიან მოსკოვზე და ყველაფრის გარდა არიან შიზოიდები. ანუ არა გიჟები, შეშლილები, შერეკილები, არასტანდარტულები და ასე შემდეგ, არამედ პირდაპირი მნიშვნელობით კლინიკურად ასე ვიტყვი შეშლილები და შეშლილი და თან რუსეთზე ჩამოკიდებული, არაპროგნოზირებადია ბატონებო და ქალბატონებო. გამომივიდა რომ მიხეილ სააკაშვილს დაუთმე რაღაც 5 წუთი და სულაც არ მქონდა ეს განზრახული. იმიტომ კი არა რომ არ იმსახურებს, იმსახურებს მესამე პრეზიდენტია, ბევრი რამე გააკეთა და ასე შემდეგ. ამოვიდოდ იმის ახლა მოგწონს თუ არ მომწონს, ვეთანხმები თუ არ ვეთანხმები ის პოლიტიკას ახლაც და წარსულშიც, ვერავითარ შემთხვევაში მას მასშტაბს ვერ წაართმე, ვერ დაუგარგავ. და ძალიან ხშირად სწორი პოლიტიკასაც, სწორ პოლიტიკურ ხედვებს, სადაც აჭარბებს და სადაც ჩემი მოსაზრებით ადეკვატურობა აკლია, იმასაც ცხადია აღნიშნავთ
ყოველთვის აღნიშნავდით და ახლა აღნიშნავთ ხოლმე. პატიმარზე კი ნაკლებს რო ლაპარაკობენ, ესეც ვიცი, ოღონდ არ გიგონოთ რომ არ ვიცი. კიდევ ის თქმა მინდა, ლუკაშენკა ადეკვატურია, ბიზნე ივანიშვილი არა ადეკვატურია. იმ წერილში რუბიომ რო გამოუგზავნა ვინისის და იქნება და იყო დიპლომატიური მინიშნებები მიხეილ სააკაშვილზეც და არა მხოლოდ მიხეილ სააკაშვილზე. ვინისის ბიზნა სრულიად გადაგიჟებულია. მათ შორის იმის გამოც არის გადაგიჟებული, რომ ვერ ხვდება, რომ თუ ლუკაშენკოს ელაპარაკებიან და ალიევს და შუა აზიის რესპუბლიკელებს ლიდერებს, მან რა დააშავა, ისეთი რაც არ დაუშავებია ლუკაშენკოს. თუ ვინმეს ექნება ბიზნესთან ლაპარაკის ჯანი და სურვილი არა მაქვს, თუ ვინმეს ექნება სურვილი ბიზნეს გამობიზნებულთა ექსპერტთა წრეებიდან დამიკავშირდნენ და მე ვეთქვი ყველას რა დააშავა ბიზნე ივანიშვილმა და რას ხედავს ამერიკის შეერთებული შტატები და რამდენად ძვირფასია შეერთებული შტატებისთვის საქართველო. რომ ვერ წარმოიდგენთ იმენად ძვირფასია მიზეზთა გამო. ნახვამდის.